დღეს გავრცელდა საქართველოში ვიდეო, სადაც ძაღლები დაწვეს ცოცხლად. ამდენი ტირილისაგან ლაპარაკი არ შემიძლია, მე როგორც 3 ძაღლის პატრონს ამერიკაში და 2 ძაღლის პატრონს საქართველოში. ერთ წარმოვიდგენ, რომ ქვეყანაში ესეთი რამე ხდება და არც მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ქვეყანა, ესეთი ქვეყანა მე არ მინდა და არც ესეთი ხალხი. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ჯადო რა არის მეგობრებო? ჯადო არის სანატრელი იმ ადამიანებისათვის, ვინც ეს გააკეთა. უენო, უხმო ცხოველის სიკვდილი და მკვლელობა საგვარეულო კი არა, სანამ მათი გვარი და ჯიში იარსებებს, მანამდე არ გაახარებს. მე ეს ადრე ტელეგრამზეც ვთქვი და აქაც ვიტყვი. ჩემი შორეული ნაცნობის ბაბუა მოკლა თოფით ძაღლი. რა თვალიც დახუჭა, ის თვალი სარზე წამოაცვა თუ დაბრმავდა. მისმა შვილმაც ცალი თვალი გამოითხარა. გოგო უშვილო დარჩა. მისი შვილი 9 ჯერ სიკვდილს გადარჩა. შვილიშვილები სიკვდილს გადარჩნენ და თითოეულის ებრძოდა საავადმყოფოში სიკვდილს. ერთი გალოდდა, განარკომანდა. შვილთა შვილები გაუჩნდა და საავადმყოფოდან არ გამოდიან არც ერთი. მეგობრებო, ძაღლის და საერთოდ ცხოველის მკვლელობა, განსაკუთრებით ძაღლის, გინდა კატა იყოს ეს. ვერც ერთი ჯადო და მაგია და რა ვიცი, სულ რომ ამა ღმერთი ჩამოვიდეს, ვერ მოგიხსნით იმის ცოდვას, რასაც ქვია ცხოველის ძაღლის მოკლა. გამწარებული იქნება ადამიანი სამარადჟამოდ, სანამ მისი გვარი იარსებებს. ეს არის კატასტროფა. ეს ისეთი ცოდვაა, მეგობრებო, რომელსაც ვერც მაგია მოგიხსნით და ვერც ღმერთი გაპატიებს და ვერც ვერაფერი ვერ გაუკეთდება ესეთ ადამიანებს. ამიტომ ეშინოდეთ და დაწყევლილი იყონ ჩემიდან პირადად ეგ ადამიანები. ვთხოვ ყველაფერს, ყველა ზეციურს, რომ ის ცუგოები, რომლებიც აუტკივარების გარეშე შეყარეს კრემატორიუმში და ცოცხლად დაწვეს და მათი სუნი მთელ რაიონში იყო, არავის არ შერჩება. ცუგოები უნდა იყვნენ რაიმე სპეციალიზებულ თავშესაფარში ლაპარაკიც მიჭირს და იზრუნოს მათზე სახელმწიფო. მან ხალხმა არ გჭირდება არავის ზრუნვა, მე თავშესაფარში ისედაც ვრიცხავ ხოლმე ფულს. აი, ესენი არიან ადამიანები და ამ ადამიანებისაგან კარგს როგორ უნდა ველოდოთ ჩვენ. ესენი ჩვენ კარგს გავგიკეთებენ და მე თქვენ გიკვირთ ხოლმე ჯადოების. ესეთი ადამიანები იკადრებენ ყველაფერს. ყველაფერს.